რა გაცნობიერეთ თქვენ თქვენს განვლილი გზასთან დაკავშირებით. ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი. ის გზა, რაც უკან მოიტოვეთ. მე ვიტყოდი, რომ ჯერ ბოლომდე არ გაქვთ დასკვნები დადებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ხართ. განმარტავ. თუნდაც ურთიერთობები ავიღოთ. ერთი და იგივე შეცდომები იყო დაშვებული თქვენი მხრიდან. უბრალოდ შეიძლება იცვლებოდა სახელი, გვარი, გარეგნობა და ასე შემდეგ, მაგრამ არსად და არავისთან არ იცვლებოდა სცენარი. გეგონება ყველაფერი მეორდება. ის რომ მოლოდინებს ამყარებდით ადამიანზე, მერე მას გააღმერთებდით, გაახატებდით, მასე ააგებდით ყველა ოცნებას, გეგმას, მიზნებს. ამ დროს კარგავდით საკუთარ მეს და ცხოვრებას. ანუ აღარც მეგობრები იყო მნიშვნელოვანი, აღარც რაიმე ჰობი, მხოლოდ ის და მის გარშემო არსებული სამყაროთი სულთგმულობდით. ფაქტიურად პარტნიორულ ურთიერთობებში დედა ტერეზას როლით შედიოდით. თითქოს თუ ვინმეს თავს შემოევლებოდით, ყველაფერს საკუთარ მხრებზე აიღებდით, ეს დაგიფასდებოდათ. მაგრამ რა ხდება ასეთ დროს? რა ხდება ასეთ დროს? გავცეთ პასუხი ამაზე. პირიქით ხდება ყველაფერი და თქვენ ბევრჯერ დარჩით შინაგანად ცარიელი. როცა მოლოდინები რაც შექმენით არ გამართლდა, უბრალოდ აღმოჩნდით საკუთარი ემოციების ტყვეობაში. აი ეს ერთი და იგივე წრე გაქვთ სულ და ზუსტად ამ წრეს გაარღვევს თქვენი გაცნობიერებული დასკვნები. მაქსიმალურად შეცვლით საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას. არავის მისცემთ თქვენით მანიპულირების უფლებას. ზუსტად მიხვდებით იმას, რომ მარტოობა ჯობია ისეთ ურთიერთობაში ყოფნა, სადაც მაინც მარტო ხარ. გაცნობიერება ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებას თავდაყირად დააყენებს, იმის გამო, რომ ისწავლით საკუთარი თავის დაფასებას, მიმღებლობას, არა მხოლოდ გაცემას, არამედ მიმღებლობასაც. რაც თავისთავად ძალიან კარგია თქვენი შემდგომი ბედნიერი ურთიერთობებისთვის, რომელსაც დაამყარებთ სწორ ადამიანებთან. გაცნობიერება მთლიანად სათქვენოდ გაქვთ მომართული და ეს არის ყველაზე მაგარი. პირად კითხვები WhatsApp-ზე 557-1673-53 ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.